მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან და ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. თეოლოგი გიორგი გვასალია ყავს სტუდიაში. მოგესალმებით გიორგი, მადლობა მობრძანებისთვის. მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ დავიწყეთ საუბარი დავით მეფის დაცემის შესახებ და ვისაუბრეთ ვრცლად, ფაქტიურად შესავალი გამოგვივიდა დაცემის მექანიზმზე ვისაუბრეთ, რაც დავით მეფის ცხოვრების ამ ეპიზოდზე ძალიან კაფიოთ ისახება, რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც მას აქვს წარმატება და მას აქვს დაცემა, როგორ შემოდის, როგორ შეიძლება ეს დაცემა შემოვიდეს ადამიანში, რომელიც არის ღვთის რჩეულიც კი, რომელიც ესაუბრება ღმერთს, რომელიც მას ეკითხება და სულ ცდილობს მისი ნების აღსრულებას, რომლის ხელითაც უამრავი საოცრება მოხდა ისრაელის ცხოვრებაში. გიორგი, გავაგრძელოთ საუბარი დავით მეფის დაცემაზე, ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იმ მომენტამდე, ვიდრე დავით მეფემ დაუშვა ის, რომ მოეწონა ქალი, იცის ვინ არის ეს ქალი, არ არის ეს ქალი შემთხვევითი და თან ოჯახიც ერთგული ადამიანის ოჯახიდან არის, ერთგული მებრძოლის, რომელიც მე ნახავთ, რომ დავით მეფის მზეს იფიცებს და მზად არის ყველაფერი გააკეთოს დავით მეფისათვის და აი ასეთ ქალზე ვნება შემოდის დავითის გულში. ვნება, რომელიც დაუნდობლად ფერქვეშ თელავს ყველა იმ ურთიერთობას, იცაც დავით მეფე ხასიათდებოდა, ნება, რომელიც მართლა დამცემია ბოლომდე ადამიანის, აი რა ვიცი. და დავით მეფე დგამს ნაბიჯებს მიყოლებით 1, 2, 3 და საერთოდ არ უბრუნდება კონტროლს. რას აკეთებს? ხო, ზოგადად ამროშობის ვნებაზე მამების საუბრობენ, ეს არის ვნება, რომელიც თუ შემოუშვდა, თუ შეიტკბე, ყველაზე გაუთვალისწინებელ რამესაც კი გაგაკეთებინებს, ამიტომ ძალიან სახიფათოა და ძალიან აუცილებელია ამ ნების წინააღმდეგ ადამიანს ჰქონდეს მსაობა. დავითი, როგორც ვძანეთ, გაიგებს ვინ არის ეს ქალი, მაგრამ იტყვის, რომ მოგვარონ მას ეს ქალი, რადგან უნდა მასთან დაწვა. მეფია და მეფის ბრძანებას ასრულებენ. მოუყვალენ დავითს ამ ქალს. მაგ არის ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. დავითის ბრძანება აშკარად ეწინააღმდეგება იმ ზნეობრივ პრინციპებს, რომლითაც ისრაელი უნდა იცხოვროს და რომელსაც უნდა მეთვალყურეობდეს მეფე. მაგრამ მეფის ამ ბრძანებას დიდი მონდომებით ასრულებენ მისი მსახურები. აი აქ ჩანს, რომ დავითი ახლა ეფარება ღმერთს ისრაელისათვის. დავითის სურვილები აქვს მნიშვნელოვანი და არა ის კონსტიტუცია, რომელიც უნდა მეფობდეს ისრაელში. ეს ქალიც მოვა და დაწვება მეფესთან. ახლა აქ ერთი საინტერესო დეტალია, როდესაც კანონია საუბრობს არაკანონიერი ურთიერთობის შესახებ მამაკაცსა და დედაკაცს შორის და ხდება მისი გამოძიება. ის იყოფა ორ ნაწილად. ეს მუშობა არ აქვს მნიშვნელობა ქალისგან თუ კაცისგან, ორივე დამნაშავეა. ეს აქტი მოხდა ქალაქში თუ ქალაქგარეთ, ველზე. იმიტომ რომ ქალაქში თუ დაფიქსირდა ეს აქტი, მაშინ ისმის კითხვა, ისმოდა თუ არა ქალის კივილი, წინააღმდეგობის ხმა. თუ ეს არ ისმოდა, არავის ეს არ გაუგონია. მაშინ ქალზე კეთდება დიდი აქცენტი. ველზე ამას ვერ შეამოწმებენ, შეიძლება კიოდა ეს ქალი, მაგრამ არც არავის ისმოდა. ეს დაცემა ხდება სწორედ ქალაქში, სადაც არავის ესმის წინააღმდეგობის ხმა, არავის ესმის ამ ქალის პროტესტი, ეს ქალიც მეფის ბრძანებას უჩუმრად ემორჩილება. ესეც ნიშანია იმისა, რომ დავითის სამეფო კარზე დაწყებულია ის პროცესი, რა პროცესიც მიუღებელია ღმერთისათვის, მიუღებელია იმ ისრაელისათვის, რომელიც ღმერთისაკენ უნდა მავალი იყოს. ასეთი ისრაელი ჩაიბარა დავითმა, ყოველ შემთხვევაში ასეთი ისრაელი ჩააბარა მას ღმერთმა. როდესაც ეს დაცემა მოხდება და თავის იმწვირისაგან გაიწმინდება ეს ქალი, ანუ ეგრევე არ წავა გარკვეულწილად თავს მოიწესრიგებს,
ყველაზე საინტერესო ამ თხრობაში რაც არის მამა ანდრია, საინტერესო დეტალს შევეხებით, მაგრამ აი აქედან უნდა დავიწყოთ ეს. დავითს არ აქვს უხერხულობის განცდა. დავითს არ აქვს ჩადენილი ცოდვის გააზრება. ჩვეულებრივ მოვლენად აღიქოს. დაწვა ვიღაცა კაცის სულთან და გაუშვა. მთელი პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც აღმოჩნდება ეს ქალი ფეხბურთელად არის. და ეს მეორე და მესამე დღეს ხო არ აღმოჩნდებოდა, ახლა მაშინ ხო არ იყო ის საშუალება, რა საშუალებასაც დღეს ვფლობთ ქალის ფეხბურთის დასადგენად, ხო? ამას რაღაცა თვეები და რაღაც პირობები ჭირდებოდა. და იმ ხნის განმავლობაში დავითის სულში არ არის რაღაცა სინდისის ქეჯნა, არ არის რაღაცა უხერხულობის გზნობა. ჩვეულებრივად აგრძელებს ეს კაცი ცხოვრებას. არ აქვს არანაირი პრობლემა და ჩანს ის ჯარი, რომელიც წასულია მეფეთა გამოსვლის ჟამს, ბრძოლის ველზეა დაბანაკებული, საკმაოდ ხანგრძლივი სამხედრო ოპერაციას აწარმოებს და დავითს ასევე არ აქვს არანაირი სურვილი გაჩენილი სახელმწიფოებრივად მიხედოს იმ დიდ სამხედრო და პოლიტიკურ პერიპეტიებს, რომელიც მის სამეფოს მეზობლად ყურისძირშია გამართული. რაღაცნაირად აი დავითი აი ამ ვნებით აი მთლიანად კონტექსტიდან არის ამოგდებული. ეს არ არის ის დავითი, რომლის შესახებაც წმინდა წერილი აქამდე გოსაუბრებოდა. დავითი ეგუება ამას, ეგუება კი არა, უფრო მეტიც ეგუება შეიძლება რაღაცა უხერხულობას გრძნობდა და სინდისის ხმა ჩაახშო და გადააბიჯო. საერთოდ სინდისიც არ აწუხებს, ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას. ეს არ არის მისთვის დანაშაული. და როდესაც გაიგებს, რომ ეს ქალი ფეხბურთელად არის, შემოუთვლის ბერსაბე ქვია ამ ქალს. ბერსაბე რო შემოუთვლის, რომ ფეხბურთელად არის. დავითი იწყებს ღონისძიებას, იწყებს ასე ვთქვათ, ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც უნდა გააკეთოს ერთადერთი რამე. დაფაროს მისი ქვეშევრდომებისაგან ის აუგის საქმე, რაც მან გააკეთა და ის აუგის საქმე, რაც ამ ქალმაც გააკეთა. და უნდა ეს დაფაროს უარესი ნაბიჯი. ხო, და ახლა ყველა დანაშაულის დაფარვა ხდება უფრო დიდი დანაშაულის მოტივირებით, ხო რაღაც. საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ ამ ქალისათვის და ამ ქალთან დაცემული მამაკაცისათვის პასუხის მოთხოვნა შეუძლია მოწმეს და ქმარს. ისინი არიან პირველი, რომელსაც აქვთ უფლება სასამართლოზე გაასაჩივრონ ეს მომენტი. დავითი ახლა ფიქრობს, ეს კაცი ომშია. მისი ცოლი ფეხბურთელად აღმოჩნდა. ახლა ამ ქალმა რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, მეფესთან ვიწექიო. ორმა სამმა კაცმა თუ იცის, რომელმაც უზრუნველყო ამ ქალის და მეფის შეხვედრა, რომელსაც დავითი მოუვლის, მიხედავს, ან გააჩუმებს, ან რაღაცა სხვა სისასტიკეს იზავს, ასაც გააკეთებს კიდევაც. მაგრამ ამ ქალის ასეთი პრეტენზიები შეიძლება ცილის წამებად ჩამოართვას მას და სასჯელი დააკისროს. ამიტომ ამ მომენტში უფრო თავის თავზე არა, უფრო უნდა ფიქრობდეს ამ ქალზე, რომ ამ ქალის ფეხბურთელობა, ამ ქალის დაცემას არ უკავშირდებოდეს, არ გახმაურდეს ეს ამბავი. ამიტომაც იოაბს გაუგზავნის წერილს და მოსთხოვს ურია ქეტელეს, ანუ ამ ქალის ქმრის გამოგზავნას თავისთან, ქმარმა არ იცის ატომოთის სახლში, მეფესთან აუდიენციას მოუწყობენ, მეფე გამოკითხავს ომის ამბებს და როგორი სიმპტომატურია, რომ ამ შემთხვევაში მეფეს სულ არ აინტერესებს ომის ამბები, აი ეს არის ის დავითი, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, დავითს სულ სხვა მიზნები აქვს ამ კაცთან დაკავშირებით. და როცა გამოკითხავს ომის ამბებს, გაანთავისუფლებს მას ის იმედით, რომ წავა და თავის სახლში გაათენებს ღამეს, ხოლო თვეების შემდგომ, როდესაც ეს ქალი ფეხბურთელობა დაეტყობა, ყველაფერი ეს მიეწერება, ყოველ შემთხვევაში დავით ამას შეეცდება იმ ვიზიტს, რომელიც ამ კაცმა განახორციელა ომის დროს თავის ცოლთან. თავით სულ ამბავს მოუტანენ. თავის მოუტანენ ამბავს, ურია ქეტელის სახლში არ წავიდა და შენს მსახურებთან ერთად ათენებს ღამეს. დავითს ამისთვის არ ჩამოუყვანია ურია ომიდან, რომ აქ ზნეობრივ იმით დავითს აჯობოს.
და დავითი დაიბარებს თავიდან აი ქრისტიანულ ლიტერატურაში ამას ექცევა ყურადღება დაცემას როგორი სიღრმე აქვს. დავითი დაიბარებს ამ კაცს ეუბნება სახლში რატო არ წახვედი? ახლა წარმოვიდგინოთ, ხო? ურია ქეთელს და ბერსაბეს შვილი არ აყავთ. არა იმიტომ რომ ბერსაბე ბერცია, ბერსაბე ბერცი არ არის. ურია ქეთელიც ვაჟკაცი კაცია. ჩანს ახალი დაქორწინებულები არიან ისინი. და კანონის მიხედვით ურიას არც ეხება. ომში წასვლა. ომში წასვლა არ ეხება ერთია და რო ჩამოვიდა თავის ახალ მოყვანილ ცოლთან, თავის ლამაზ ცოლთან, გაიქცევა კაცი რას იცავს აბა. სხვანაირად აზროვნებს ეს კაცი. მეფეს ეუბნება, შენ მზეს ფიცაო მეფეო. ვერანაირად ვერ გავაკეთებო იმას, რომ ოდესაც ისრაელი უფლის კიდობანი გასულია ბრძოლის ველზე, ჩემი ბატონი იოაბი ბრძოლის ველზეა და კარვებში არიან. მე წავიდე და ჩემ ცოლთან დავწვე. ამას ვერ გავაკეთებ, შენ მზეს ფიცაო მეფეო. ამას უნდა აკეთებდეს დავითი. დავითი ვერ უნდა ისვენებდეს სასახლეში, როდესაც უფლის კიდობანი ბრძოლის ველზეა, ისრაელი ბრძოლის ველზეა. დავითი უნდა აკეთებდეს, ამას აკეთებს ვინმე ურია ქეტელი, რომელშიც დავითმა უნდა ნახოს რაღაცა ის, რაც მას აღარ აქვს. რაღაცა თითქოს და სარკია ეს და უნდა დაანახოს რაღაცა კარნახობს ეს კაცი, რა უნდა იყოს ისაც დავითს უნდა კონდეს და აღარ აქვს. და საინტერესო რომ დავითი ვერც პასუხს აძლევს ამ კაცს, ვერც შენიშვნას აძლევს, ვერც ვერაფრით ემუქრება. უბრალოდ აი ახლა თითქოს და ურია მეფობს დავითზე. დავითს კი მხოლოდ ადმინისტრაციული საშუალებები გაქვს დარჩენილი. და ბოლო იმას გამოიყენებს დავითი, დაალევინებს, დაათროს ურიას, თვალმა შეიძლება ახლა იმდენად ღრმა, იმდენად მტკიცია ეს მებრძოლი, ეს მეომარი და ჩანს იცით თხრობიდან ჩანს რომ ის ჩვეულებრივი მეომარი არის რაღაც სპეცდანიშნულების დავალებას ასრულებს, რაღაც სპეციალური რაზმის წარმომადგენელია. მეფეს ამოუტანენ ამბავს რომ თვალი ურიას იქოდაწვა. არ წავიდა სახლში. ან ცოლმა არ მოაკითხა, ამაზე კატეგორიულ უარსია ურია. ომში აქ სასახლეშიც ის საომარ პირობებში ცხოვრობს. არ უნდა რომ განლაღდეს. არ უნდა რომ განლაღდეს. ღვინომაც ვერ განალახა ის. სხვა სიმაღლეზე დგას ურია, რომელ სიმაღლეზეც იდგა დავითი, მაგრამ ახლა დავითს ურია ამ სხვა სიმაღლეზე უბრალოდ თვალში არ მოსდის. სხვა რამეზე ღელავს დავითი. დავითი არ ღელავს ღმერთზე. დავითი არ ღელავს მასსა და ღმერთ შორის ურთიერთობაზე. დავითი ახლა ღელავს მასსა და ადამიანს შორის ურთიერთობაზე. ღმერთი გამორიცხა აქედან. ადამიან ურთიერთობამდე დავიდა დავითი. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ის სულიერი ქალაქი, რომელიც დავითის შინაგან სამყაროშია წარმოდგენილი, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ილეწება, ინგრევა და ტიალდება. დავითი დაწერს წერილს, ხელი არ უკანკალდება ისე იოაბთან და ეტყვის რომ ამ წერილის მომტანი ფიცხელ ომში დააყენე, მიატოვე მარტო რომ მოკვდეს და არ იდართო ამას ეს შენუცანება. ურია ქეტელს თავისივე სასიკვდილო განაჩენს ხელში ჩაუდებს და იოაბთან გააგზავნის. ეს კი როგორც ერთგული მეფისა, ერთგული ისრაელისა, ერთგული ისრაელის მთავარსარდლისა თავის სასიკვდილო განაჩენს იოაბს ჩააბარებს ადამიანს, რომლისათვისაც ამ ბრძანების შესრულება აბსოლუტურად არაფრად არ უხერხს. მარტივად შეუძლია მის გაკეთება, მარტივად შეუძლია გაწიროს, მარტივად შეუძლია მოაკლევინოს, მარტივად შეუძლია სისხლეღვაროს. წაიკითხავს იოაბი ამ წერილს და იქვე მიიღებს გადაწყვეტილებას რა უნდა გააკეთოს. რა უნდა გააკეთოს? მეფის ბრძანება უნდა შეასრულოს. მეფეზე და მის ოჯახზე იქნება ეს სისხლი. იოაბი უბრალოდ მეფის ბრძანებას ასრულებს, მურჩა და გათავდა. ამიტომაც ასეთ რაღაცას გააკეთებენ, როდესაც მორიგე შეტევა იქნება ქალაქზე, იოაბი არამართებულ სამხედრო განკარგულებას გასცემს. ქალაქის კედელთან ახლოს მიიყვანს, ჯარსაც არ შეიძლებოდა ტაქტიკურად არ იყო გამართლებული და რამდენიმე, ასე იგი,
ის რომელიც ურია კეტელის ხარდამხარ უნდა ებრძოლათ იმათ ფარული ბრძანება ქონდათ რომ რაღაცა მომენტიდან გამოსულიყვნენ რომ ისრები რომელიც წამოვიდოდა ქალაქიდან ამის სამიზნე მხოლოდ ურია ყოფილიყდეს ასეც მოხდება ეს შეტევა წარუმატებლად დასრულდება ისრაელი დამარცხდება ამ ბრძოლაში ამ ქალაქის კედლებს ვერ შეანგრევს მაგრამ ეს მარცხი დავითის ბრძალებში გამარჯვებად ხირს დავითის ბრძანებაა შესრულებული ურია კეტელი მოკვდა აი ეს არის ის პირველი მარცხი რომელსაც წმინდა წერილს არ უხსენებია ისრაელიანებთან დაკავშირებით როდესაც დავითი უკვე თავის სამეფო უფლება მოსილებას ახორციელებს ისრაელში რატომ იმიტომ რომ აქამდე ისრაელში უფალი მეფობს აი ეს მარცხი დაიწყო მაშინ როდესაც დავითმა დაიწყო მეფობა აქამდე დავითი ღვთისმსახურია ახლა ამ ბრძანებით დავითი ღვთისმსახური არ არის მომენტალურად წმინდა წერილი საუბრობს დამარცხებაზე მომენტალურად წმინდა წერილი საუბრობს რაღაცა ისეთ რამეზე რაც აქამდე ისრაელს არ ეთვისებოდა იოაბი პასუხის გასაგებად ერთ-ერთ შიკრეს გააგზავნის დავითთან ომის ამბების მოსახსენებლად და დააბარებს თუ განიცხდა მეფეო ამ მარცხის გამო იქვე უთხარი ურია კეტელი მოკვდა ამ იმაში რა ქვია ამ ბრძოლაში ჩანს ურია ცნობილი ადამიანია თორსა ჩამოვა ეს შიკრიკი და მეფეს ეუბნება უყვება ამ ამბავს მეფეს ბრაზი მოსდის როგორ შეიძლება არ გახსოვს აბიმელექი გედეონის ხარჯის სიქემელი ხარჯისაგან კედელთან ახლოს ომივიდა დოლაბის ნატეხი ჩამოუვარდა ქალს და იმით მოკვდა და ეს მაგალითი მაინც არ გახსოვს რომ არ შეიძლება გალავანთან ახლოს მისვლა ანუ იობმა სხვანაირად გააკეთა ცოტა ვიდრე დავითი ელოდებოდა იქ კეტელთან ერთად სხვებიც დაიხოცნენ და ზარალიც იყო ჯარმა მაგრამ დავითი მეუთითებდა ისე რომ ფრიცხელ ომში უნდა მიატოვო ურია ანუ ამას უნდა კონდეს ომში სიკვდილის ფორმა არა დამარცხების ხო არა დამარცხების მაგრამ დამარცხება ეს იობი ცოტა ესეთი თავისუფალი ადამიანია ხშირად არ ემორჩილება დავითს იღებს თავისუფალ გადაწყვეტილებას აქაც ხო ჩანს რამე ისეთი რომ არ მოეწონა ეს წერილი გადაწყვეტილება მეფის და რაღაცას ისეთ აკეთებს რომ რაღაც შეიძლება დავითს გული დაწყდეს ცოტა ასე რაღაცა ისეთი ამბავი გაიგოს რაღაც შეძრას ის ხო რაღაცა თლად ისეთ არ აკეთებს რომ მაყოფილი დარჩეს დავითი რაღაცით უხდის თითქოს შეიძლება უბრალოდ რაღაცა ამისი ის დამებადა აზრი დამებადა რომ ბოლო ეს ურია იოაბის მეომარია არ შეიძლება არ უყვარდეს და არ შეიძლება რომ სიხარულით შეასრულოს მეფის გადაწყვეტილება კი იოლად შეასრულოს მაგრამ სიხარულით არ ამგონია შეასრულოს რაღაცა ისეც უკეთებს რომ სამაგიეროდ მეფესაც ეთკინოს გული და ასეც არის უბრალოდ აქ თხრობაში ძალიან საინტერესო რა არის რომ მეფის მრისხანება დაცხრომილი იქნება ამ ამბით ურია კეტელიც მოკვდაო და დავითი იტყვის რომ არა უშავს მახვილი ხან ერჭავს და ხან მეორეს გადაეციო იოაბს გააგრძელოს ქალაქის ალყა და შეუტიოსო ქალაქს ხო ეს არ არის დავითისთვის ამბავი რომელიც დავითისთვის ეს არის ამბავი რომელიც ნუ აი ასე დასრულდა სხვანაირად ეს ამბავი არ გამოდის როდესაც დაიტირა ბერსაბემ თავისი ქმარი დავითმა ცოლად მოიყვანა ის აქ იწყება დავითის დაცემის მეორე ნაწილი რითაც ჩვენთვის დავითის დაცემა კი არ არის საინტერესო ჩვენთვის ან ბიბლიისთვის საინტერესოა დავითის დაცემას როგორი წამოდგომა მოყვა მოდი ყურადღება მივაქციოთ ერთ რამეს დავითმა გაიკერპა თავისი ნება დავითმა დაიწყო მეფობა დავითმა შეუღრა ღვთისმსახურება დავითმა ხელში ჩაიგდო სხვისი ცოლი დავითმა ცილი დასწამა დავითმა იმრუშა თუ ჩამოუყვებით ათწნებას არ არსებობს ცნება რომელიც დავითმა არ დაარღვია ყველა ცნება აქვს დავით არღვია დავითის სასამართლოს ვერდიქტი ერთადერთი შეიძლება იყოს ის სიკვდილის ღირსი იმ კანონით რომელი კანონის დასაცავად დავითი დაადგინა ღმერთმა აბსოლუტურად ყველა ცოდვა ჩაედინა დავითმა მიყვა ერთმანეთს და ეს ყველა ცოდვა ერთმანეთს მოიკიდა
კვლავ გრძელდება დავითის ეს მდგომარეობა. დავითი ვერ ხედავს სინანულის აუცილებლობას. არაფერი შეძრავს დავითს. და აი აქ ამ მომენტში წმინდა წერილი იწყებს საუბარს იმასთან დაკავშირებით, რომ ნათან წინასწარმეტყველი შედის მასთან, რომელიც ძალიან დაახლოებული იყო დავითთან და ერთ ასეთ იგავურ ამბავს ეუბნება. დავითი როგორც უზენაესი მოსამართლე, უზენაესი მსაჯული, რომელსაც ყველაზე მძიმე საქმეები მასთან მიდის გასარჩევად, ერთ ასეთ საქმის გადაწყვეტას შესთავაზებს. ნათანი ორი კაცი იყო, მდიდარი და ღარიბი, მდიდარს ბევრი ცხვარი და ძროხა ყავდა. ღარიბს ერთი თიკანი ყავდა, თავის უბეში აძინებდა და საერთო ჯამიდან წყალს ხვდნენ, თავისი ქალიშვილივით ყავდა. ეფერებოდა და ული და ამაზე ქონდა მთელი ხვალინდელი დღესასწაობა. მოვიდა მდიდარ კაცს სტუმარი და დაეზარა, დაენანა თავისი საკუთარი ფარიდან სტუმრისათვის გამასპინძლება და წაართვა ამ კაცს ერთი თიკანი და ის დაუკლა სტუმრს და დავითი უსმენს თავს. ეს ჩემს სამეფოში ხდება და ხო შენ სამეფოში ხდება და დავითი წამოხვდა. ამხრეული 4 ზის უნდა სხოსო მან და სიკვდილის ღირსიაო ამის გამკეთებელი. და ნათანი მშვიდად უპასუხებს ეს შენ ხარ მეფეო. შენ თავს გამოუტანე განაჩენი. ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელის. მე დაგადგინე ისრაელის მეფედ. საული შენი ბატონის სახლი მოგეცი, მისი ცოლები გვერდით მოგიწვინე, რაც გინდოდა ყველაფერი მოგეცი, არ კმარო და გეთქვა და კიდევ დაგიმატებდი. ეს რა ჩაიდინე. ურია ქეტელი მოკალი ამონელთა מחვილით. და მათთან წინასწარმეტყველი იწყებს ხილებათა მთელ კასკადს, რომელიც მოყვება აი ამ მათ მცნებას. ყველა მცნებაზე ნათანის ხილება უსვავს ხაზს. მამანდრია ქახლის ძალიან საინტერესო მომენტია. დავითი ამბობს სიტყვას შევწოდე და ნათანი ეუბნება, ამიტომაც მოგიტევა შენ ღმერთმა და არ მოკვდები. რა უფლებით ამბობს ნათანი ამას? თუ ნათანს გამოცხადება არა აქვს, ისეთივე როგორიც ხონდა ამისი, ნათანის საღვთო ვერდიქტს ასე ვერ გააცხადებს. ამიტომ აქ ჩვენ ერთი პაუზა უნდა გავაკეთოთ და ძალიან საინტერესო დეტალს უნდა მივაქციოთ. ყურადღება, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო მაშინ, როდესაც ღვთისმსხალობით მომეცა საოცარი საშუალება და წმინდა მიწის ბოლოცვის საშუალება მომეცა და იქ არის ერთი მონასტერი, რომელზეც საეკლესიო გადაცემა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიიდან მოყოლებული, ახლა უკვე ახალი აღთქმის ეკლესიაში მიუთითებენ იუდას უდაბნოში ეს მონასტერი, რომ აი აქ დაწერა დავითმა 50 ფსალმუნი. აი აქ იყო დავითი მაშინ. ჩვენ ვიცით 50 ფსალმუნი არის ასე ვთქვათ რეზიუმირება, საგალობელი, სინანულის საგალობელი, რომელიც მოყვება აი დავითის ამ შეწოდებას ბერსაბესთან. და ეს ადგილი იერუსალიმიდან ძალიან შორს არის. ეს ადგილი დაცილებულია იერუსალიმს და ჩანს ჩვენ აქ როდესაც ბიბლიას ვკითხულობთ გადაბმით, პაუზა უნდა გავაკეთოთ, როდესაც შედის ნათანი და ამხელს დავითს. როდესაც შედის ნათანი და ამხელს დავითს. და ეუბნება, ეს შენ ხარ დავითი ტოვებს სასახლეს და გადის უდაბნოში. და უდაბნოში, სადაც წერს 50 ფსალმუნს, უდაბნოში, სადაც ის აი ამ სინანულს გამოთქვამს, აი ამ უდაბნოში დაადგება თავზე ნათანი და ეუბნება, მოგიტევაო შენ უფალმა და არ მოკვდებიო ამიტომ. ანუ ეს გადაბმული თხრობა ასე უნდა გავშალო, ჩვენ წესით ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ნათანი ასე თამამად ვერ ეტყვის დავითს, რომ ის რა ქვია, მოგიტევა შენ უფალმა. რა იცის ნათანმა მიუტევა. თანიკაც მაინდა-მაინც დიდი სინანულის აქ არ ჩანს აქ თავის დავაცხადე. კი, ძალიან საინტერესოა. ახლა ყურადღება რას უნდა მივაქციოთ? აი ახლა უნდა დავიწყოთ ჩვენ დავითზე საუბარი სწორედ. და აღმოჩნდება, რომ დავითზე საუბარი აქამდე რაც გვიწარმოები, აი აქ მეტწილად რეზიუმირდება და რატომ? დააკვირდით. დავითს როგორც დამნაშავეს, რომელიც ამხელა დანაშაულებზე წავიდა. კაციც კი მოკლა. მოაკლევინა. დავითს თავისუფლად შეუძლია. თქვენ მეფეს ამას როგორ კადრებთ? გასცეს ბრძანება და გაუკეთოს ნათანს ის, რასაც მოგვიანე მეფეები უკეთებდნენ წინასწარმეტყველებს.
გაახერხოს, მოკლას, ჩაქოლოს. დავითი ჩუმად არის. დავითი არ ამბობს ის მეფეა და როგორ კადრებენ მას. გავაგრძელოთ. დავით შეუძლია თქვას. მე რომ მომადექით, ჩემს გარდა დამნაშავე სხვა არ არის არავინ? დავითი ამასაც არ ამბობს. მესამე. დავითი არიშოს ხელს ბერსაბესკენ. ვინმემ გაიგეთ ამ ქალის კიბილი. დაცემა ქალაქში მოხდა. მე რომ ადანაშაულებთ ამ ქალთან დაკავშირებით არაფერი გაქვთ სათქმელი. მეოთხე. აღმოსავლური ამ ტრადიციის თანახმად მეფის საკუთრებაშია მთელი ქვეყანა, მათ შორის ეს ქალიც. და მეფემ ისურვა თავის საკუთრების რა პრობლემა? დავითი ჩუმად არის. 7-ჯერ გაჩუმდა დავითი. 7-ჯერ თქვა დავითმა უარი თავის მართლებაზე. 7-ჯერ აღიარა დავითმა თავისი დანაშაული. 7-ჯერ თქვა დავითმა უარი სხვაზე გადაბრალებისა. 7-ჯერ წამოდგა დავითი ერთი დაცემის შემდეგ. დავითის დაცემა ამ ნიშნით კი არ არის მნიშვნელოვანი დავითმა რა გააკეთა. ამეთ ბიბლიისათვის მნიშვნელოვანია რომ დავითი დაცემის შემდგომ ფეხზე წამოიმართა და კვლავ უფლის წინაშე წარდგა. შევწოდეო იტყვის დავითი, ამიტომაც მოგიტევა შენ უფალმა და არ მოკვდები. სინანული ეს არის ის საოცარი რამ, რომელიც უღრმესი დანთქმისანაც კი ამოიყვანს ადამიანს და ფეხზე წამოაყენებს. მთელი პრობლემა დაცემისა არის არა დაცემაში, არამედ დაცემის შეტკბობაში, დაცემის მდგომარეობის გამართლებაში. დაფარვაში, მიღებაში. მაგრამ როდესაც დაცემას მოყვება სინანული, ეს სინანული ადამიანს იმაზე მაღალ საფეხურზე აყენებს, ვიდრე ის დაცემამდე მდგომარეობაში იყო წარმოდგენილი. სინანული ეს არის ისაც ადამიანს მეორე ჩობის საიდუმლოს აზიარებს. სინანული ეს არის ის, რომელიც ადამიანს უბრუნებს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, რაც შეიძლება მას კონდეს ცხოვრებაში. ეს არის ღმერთთან ერთობის შესაძლებლობის დაბრუნება. ეს მნიშვნელოვანესი მომენტია. ამიტომ სინანულზე როცა საუბრობთ, სინანული ეს არის რაღაცა ისეთი აქტი, როდესაც ეკარგები დაცემულ ძალას, ეკარგები ბოროტებას და ისე ღვთისაკენ იწყებს სვლას, იმ კარიბჭისკენ იწყებს სვლას, სადაც შესვლა რთულია, რადგან ვიწროა ეს კარიბჭე, მაგრამ დახურული კვლავ არ აღმოჩნდა შენთვის. ის კვლავ გაიხსნა შენთვის ამ სინანულის კვალობაზე. თუ შეიძლება აქ ჩავერთვები, რატომ არის ძნელი აღსარების თქმა, რატომ არის ძნელი წამოდგომა, რატომ აპრკოლებს, რატომ არის ძნელი თავის შეცდომების აღიარება, იმიტომ რომ მტკივნეულია ამისი აღიარება და გზა, რომელსაც ცოდვის ჩადენისას ადამიანი გადის. კარგად დავინახეთ დავით მეფის მაგალითზე, ერთი დანაშაულის მეორეთი დაფარვა. ცდელობა უფრო ეფექტური, ისევ დანაშაულებრივი რამ ჩაიდინო, ოღონდ ის დაიფაროს. და აღიარება ამისი არის ძალიან ძნელი და სწორედ ამით სარგებლობს ბოროტი ძალა. რომ უჭირს ადამიანს აღიარება ამისი სინამდვილეში. ეს აღიარება არის შემოტრიალება. და როგორც ბრძანეთ, რომ ცოდვის დანახვა, საკუთარი ცოდვის დანახვა ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებას უბრუნდები. ანუ შენ ხარ ეგეთი დამნაშავე ცოდვაში გარეული და რამდენადაც ძნელია ამისი დანახვა, იმდენადვე სასარგებლო არის. და ამიტომაც ესეთ მდგომარეობაში საკუთარი თავის აღიარება ღვთის წინაშე არის სათნო. და ამიტომაც შეიძლება უკეთესი გახდე ამის მერე, როდესაც აღიარებ ამას უყურებს. თუმცა ეს არის ძალიან ძნელი და მტკივნეული. და ამიტომ ბევრი ადამიანი გაურბის ამას. გონია რომ უფრო მეტ სიმშვიდეს ნახავს იმაში თუ გადაიფარება ეს. თუ არ მიუბრუნდება ამას, თუ არ გაჩხრიკავს. და რჩება ილუზიაში ტყუილში, რომ
თითქოს მას არ გაუკეთებია, ან სხვა გამოსავალი არ ქონდა, ან ესეა ცხოვრება მოწყობილი. აბა როგორ გინდა, ხო, აბა როგორ გინდა. წმინდა წერილში საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნათან წინასწარმეტყველი ამით არ ასრულებს თავის სიტყვას, ის ანაგძურს და ეუბნება დავითს. მახვილი არ მოაკლდება შესმოდგმას. ხო, როგორი მძიმე სიტყვებია. მახვილი არ მოაკლდება შესმოდგმას. მის ყველაზე დიდ თამამავალსაც კი მახვილით გამოეკიდა ჰეროდე. სულ მახვილი იქნება დავითის მოდგმაში. იქვე მის ოჯახში. იქვე მის ოჯახში, მაგრამ არა, ამას კიდევ არის, როდესაც შენ დამალულად აკეთებდი, მე ხელულად გავაკეთებ, დღის იმცისით, შენი მოყვასი დაწვებიან შენ ცოლებთან და ასე შემდგომ, მაგრამ მე ამ მახვილზე მინდა ყურადღება გავამახვილო. რომ დავითიდან მოყოლებული იესოსაც მახვილი დაედევნა ჰეროდე. ეს მახვილი ქარქაში ჩაგებული არ იქნება. ან როდის იყო ჩაგებული, კანა ეს მახვილი მაშინ არ არის ამოღებული, როდესაც მტრობაა ჩამოგდებული გველსა და დედაკაცს გველის თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ამ მახვილის ამოქმედების მიმართულებაზე აკეთებს ნათანი ახალწინა მითითებას. ეს მახვილია, რომელიც არ გაჩერდება. ეს მახვილია, რომელიც აი შენს მოდგმაში იტრიალებს სწორედ. ვითომს და ამ მახვილს გაექცევა იესო? ამ მახვილს გაექცევა კი არა. ამ მახვილის მისაფენად მოვა ის ისრაელში. რომ გაყოს ტყუილი სიმართლისაგან, სიბნელე სინათლისაგან. და თვითონ გოლგოთაზე ამას მთელი თავისი სამოღვაწეო სისრულით გვაჩვენებს. დავითი ბრუნდება სასახლეში. ბერსაბე შობს შვილს. უფალი შეეხო მას და ბავშვი ავადმყოფია. დავითი მარხულობს, არ ჭამს. აძალებენ სასახლის მკვიდრნი, რომ დავითმა პური გატეხოს, დავითმა საკვები მიიღოს, მაგრამ დავითი ძის დაგდებული ნაცარ თავს დაყრილი მარხულობს უფლის წინაშე, რომ უფალმა მოიღოს წყალობა ბავშვზე და მისი ცოდვა არ იქნას აი ასე გადატანილი აი ამ სიმძიმეში ბავშვის სიცოცხლესთან დაკავშირებით. 7 დღის ასაკში მოკვდება ბავშვი. ჩვენ ამ ბავშვის წინადაცვლის შესახებ არაფერი ვიცი და სახელის დარქმევის შესახებ არაფერი ვიცი. თუ სახელოდ წავა, წინადაუცველი წავა, სავარაუდოდ ეს მაშინ ბიბლია არაფერს არ ამბობს მის შესახებ. და ჩურჩულებენ სასახლის მკვიდრნი. როგორ გააგებინონ დავით ბავშვის გარდაცვალების ამბავი, სანამ ცოცხალი იყო, რა დღეში იგდებდა თავს და გარდაცვალების ამბავს რო გაიგებს, საერთოდ რა დღეში ჩაიგდებს თავის თავს და